ეხლა მე რაც უნდა ვთქვა და რაზეც უნდა ვისაუბრო, ეს ის შემთხვევა, როდესაც ალბათ ბევრს არ მოეწონება, იმიტომ რომ მე არ წარმოვადგენ რომელ კონკრეტულ ჯგუფს, მე არ წარმოვადგენ რომელ კონკრეტულ პარტიას ან კონკრეტულ ვიღაც ახალ დამცველი ისაუბრეთ სწორედ ამ პოზიციიდან. ინტერესების გამტარებელ ადამიანებს მე შევეცდები, რომ საზოგადოებას დავანახო ობიექტურად სად გადის გამოხატვის უფლების საზღვრები, როდის არის შესაძლებელი რომ გადაიკეტოს გზა, როდის არის ეს კანონგარეშე, არ მარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც პროტესტი მიმდინარეობს, ასე რომ მე დღეს არ ვიცი რამდენი ადამიანის წეღან მოусმინე რომ გადაკეტილია გზა, მე დღეს არ ვიცი რა რაოდენობის ადამიანი არის, შეიძლება არის იმ ადამიანის რაოდენობა, რომელიც საკმარისია გზის გადასაკეტად, მაგრამ ზოგადად ეს ახლა არის პირდაპირ ეთერში მოდის კადრები და რაღაც მომენტში ჩვენ გავწყვეტ საუბარს ლევანტინას. ზოგადად გზა იკეტება იმ შემთხვევაში, თუ არის ამისთვის საკმარისი რაოდენობის ადამიანი. მთელი ამ 300 დღის მანძილზე ჩვენ ვადევნებდით თვალყურს დღეებს, როდესაც იყო საკმარისი რაოდენობის ადამიანი და იკეტებოდა გზა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამ ადამიანების რაოდენობა არ იყო შესაბამისი იმისთვის, რომ გზა გადაკეტილიყო, თუმცა გზა მაინც იკეტებოდა. ხელისუფლება სწორედ ამ მოტივით, რაზეც ჩვენ ლაპარაკობთ, ხსნის კანონებს, რომელსაც იღებს, რომელიც მიდის ამ ტიპის აბსურდამდე, რაზეც ლაპარაკობდით, მათ შორის პირბადიანი ხალხის დევნამდე ქუჩაში. მე დავასრულებ ამ ნაწილს. კი ბატონო, დაასრულეთ. და მაგ თავარი არის, რომ ეს პროპორცია იყოს დაცული. დაცული უნდა იყოს ადამიანების გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამავე დროს იმ ადამიანების გადაადგილის უფლება, ვინც რუსთაველზე მოძრაობს, არ შეიძლება 10-მა, 20-მა, გინდა 100-მა კაცმა შეაფერხოს, გადაკეტოს და მე საერთოდ გულწრფელად რო გითხრათ, მე არ მესმის ამ ქუჩის გადაკეტვის აკვიატება მთელი წლის მანძილზე. ეს პროტესტმა ამაში ნახა გამოსავალი ამ ხალხს არავინ არ ელაპარაკება, მესმის, მაგრამ სხვათა შორის ერთი სტატუსი ვნახე, რომელიც გავაზიარე ყველაზე მეტად ახლობელი, ესე ვთქვათ, დავეთანხმე მის ავტორს, ქეთი სადღობელაშვილი, რომელიც წერდა, რომ აი 90-იან წლებშიც კი იმ დროინდელი მთავრობა ცდილობდა სტუდენტურ ჯგუფებთან და სხვადასხვა ადამიანებთან ლაპარაკს და ეხლა ამ პროტესტს არავინ არ ელაპარაკება რაღაცნაირად აი ადამიანებმა ხედავენ მხოლოდ რაღაც რეპრესიულ წნეხს მათ გატეხვის ამ რეპრესიებზეც ვიტყვი და ამ საკანონმდებლო ცვლილებებზეც ვიტყვი რა თქმა უნდა, მაგრამ მე მგონია რომ ასეთი ტიპის მე ამას ვერაფერს ვერ დავარქმევ თუ არა რომ თავარი მოთხოვნა არის რუსთაველის გადაკვეტა და ეს არის ერთი წლის მანძილზე რაღაც ადამიანების ჯგუფის აკვიატება, ეს არაფერს კარგს არ იძლევა. და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ კანონმდებლობა, რომელიც ამ ქვეყანაში რო გამოვლენ ადამიანები სოციალური პრობლემებით, რა ვიცი, წამლებზე ფასების გამო, ან შრომით უფლებების გამო, ან რა ვიცი, უკანონო მშენებლობების გამო და გააპროტესტებენ, მათაც იმოქმედებს ეს კანონები. და ესაა ყველაზე ცუდი და მე ეს მადარდებს ყველაზე მეტად, რომ ეს კანონმდებლობა ახლა ამ პროტესტს რომ ეხება ეს ნაკლებად გადარდება. არა, ესეც ამ პროტესტს მე დღეს არ ვიცი რა ხდება, მაგრამ არც ერთი ადამიანის, რა თქმა უნდა, დაკავება არ არის კარგი და არ მივესალმები და უმჯობესი არის, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს დაკავების და ჯარიმების გარეშე. მაგრამ კიდევ ერთხელ კანონი ასეთი, მოდი კანონზეც ვილაპარაკოთ, კანონი ეს მაგალითად არ არის ასეთი, მაგალითად სამი მცირეწლოვანი შვილი, ბავშვი არის დედის და მამის გარეშე, ორივე არის დაპატიმრებული. ეთიცოთით რა, სამწუხარო არის ასეთი რაღაცები, ბუნებრივია, მაგრამ ეს არ არის საქართველოს კანონმდებლობა, რომ რამდენიმე ადამიანმა შეიძლება გადაკეტოს გზა. ეს ყველგან ასე არის, რომ რამდენიმე ადამიანი ვერ გადაკეტავს გზას და არც ერთ ქვეყანაში ამის უფლებას არ მისცემენ. კიდევ ერთხელ გეუბნები. 325 დღე ხდებოდა ეს. ხო, რო ხდებოდა, არ იყო სწორი, რო ხდებოდა. არ იყო სწორი, რო ხდებოდა. და ამ ადამიანებს მინდა უთხრა, რომ რა არის, ანუ ამის იქით რა დგას, ამის მოტივი რა არის. და ყველაზე მეტად იცით ვისო ბრაზდები? აი მომწოდებლებზე, ვინც მოუწოდებენ ამ ქუჩის გადაკეტვისკენ და თვითონ არც ერთი ჯარიმა არ მიუღიათ, არც ერთხელ არ გადაუკეტიათ, არც ერთი დღე ციხეში არ გაუტარებიათ. ოღონდ სხვისი ხელით ნარის გლეჯვას ძალიან კარგად ახერხებენ, ასე რომ ყველას მოუწოდებ თუ ვინმე დასელაპარაკობს პრემიერიც ნებისმიერი. არ ვიცი მე პრემიერი როგორ ლაპარაკობს, მე რასაც ვფიქრობ იმას ვლაპარაკობ. თუ ვინმე თვლის რომ ნორმალური არის
ეს ნორმალურია, რაც ახლა ხდება? მე არ ვიცი დღეს რა ხდება. დღეს შეიძლება არის საკმარისი ადამიანი, რომელმაც უნდა გადაკეტოს ხარ. იყო შემთხვევა, როდესაც ტროტუარიდან იტაცებდნენ ადამიანებს, ძალიან ცუდია და არასწორია და სასამართლომ ასეთი მტკიცებულების ნახვის შემთხვევაში მაშინვე უნდა გაანთავისუფლოს ეს ადამიანი საპატიმრობენ თუ დაინახეს, რომ ადამიანი პროტესტს გამოხატავს იმაში, რა ქვია, ტროტუარზე და იტაცებენ. ასე რომ რამდენიმე მილიონის ფაქტის გამო ყოფილი პრემიერს გირაოში არავის დაპატიმრებაზე არ არის ახლა მე ჩემი ხედავთ აქცენტი ერთმანეთთან არა, მაგრამ ამ დროს ადამიანები ხედავენ, რომ მათი პროტესტის გამოხატვის გამო, რომელსაც აკეთებდნენ, მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ხდება დაკავება სხვადასხვა პროფესიის, ასაკის, არ ვიცი, სოციალური პროფესია და ასაკი ბუნებრივი არის და ეხლა ეს ვერ იქნება არ უნდა გადაკეთონ გზა თქვენ ამას ამბობთ? საკმარისი მე არ ვამბობ ამას ამბობს საერთაშორისო კანონმდებლობა, ამას ამბობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ამას ამბობს საქართველოს კანონმდებლობა. აი ეს ადეკვატურია თქო, ამას ვამბობ. ადეკვატურია თუ არა პირბადეების გადაგების გამო პატიმრობის შეფასება. პირბადებს რა შეეხება ამაზე ანგარიშის მაგ შეფასება გაკეთებული ბლანკეტურად პირბადების აკრძალვა არ არის სწორი, იმიტომ რომ ადამიანის პირბადე შეიძლება ბევრი სხვა საჭიროებების გამო ეკეთოს, არ ვიცი, სურდოს გამო ეკეთოს, სხვა მოსაზრებების გამო ეკეთოს, ხო? ესე რომ უბრალოდ პირბადე აკრძალო, რა თქმა უნდა ეს არ არის სწორი და ეს მაგ შეფასებული მე ანგარიში, ეს პირბადები დღეს შემოტანილი არ არის, ეს პირბადები წინასრულებების ნაწილი არის. და რაც შეეხება იმას, რომ მაგრამ პირბადე ამავდროულად არ უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ შენ რაღაც გზა გადაკეტო და ვინ არ ყავს ამას? თქვენ ნახეთ რა ტიპის ვიდეო იყო ქსელში, როცა ადამიანები კონცერტიდან მოდიოდნენ და პოლიცია ლამის პირში უყურებდა, რომ აი რომ ლიკა ბასილაის შემთხვევა იყო სხვათა შორის, რომელიც იდგა ტროტუარზე, ის არ კეტავდა გზას, ეჩხუბებოდა პოლიციელს და დააპატიმრეს ცოტა ხნის წინ მიუსაჯეს ხუთი. ყველა ასეთ შემთხვევაზე სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ეს მტკიცებულება. ლიკა ბასილაიას რა მუხლითაც წაუყენეს ამ შემთხვევაში ეს ადმინისტრაციულ ჯარიმას რა მუხლითაც უდგენენ და ნახოს თუ ლიკა ბასილაიას არ დაუღვევია კანონი, რა თქმა უნდა იყოს განთავისუფლებული. ხუთდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს დღეს ხუთი. მე არ ვიცი მის საქმე და მე არ ვიცი კონკრეტულად. არა, მე გეუბნებით კადრში ძალიან გარკვევით ჩანდა რომ ის იდგა ტროტუარზე, ეჩხუბებოდა ესეთი რაღაცა მოხდა, ძალიან ცუდი და უბრალოდ მე არ ვიცი მის შემთხვევა ახლა რას გულისხმობს და რა ხდებოდა. კონკრეტულ შემთხვევამდე თუ ლიკა ბასილაიას ადვოკატი მოიტანს ჩვენთან მასალებს, თუ ლიკა ბასილაიას ადვოკატი მოგმართავს მთლიან ამასალების შესწავლის და აუცილებლად შევისწავლით ამ საკითხს და აუცილებლად მივცემთ შესაბამის შეფასებას და არც ერთი შემთხვევა, როდესაც ჩემამდე მოსულა საქმე, მოუტანიათ სრულად მასალები, არ დაყოლაფილა შეფასების გარეშე. ადამიანს რომლის უფლება ირღვევა აქ და ახლა ის თქვენ ლაპარაკობთ პროცედურაზე, რომელიც შემდეგ ვიღაცამ უნდა მოიცალოს, მოიტანოს საქმე, თქვენ გაეცნოთ, მერე თქვენ დასკვნა დადოთ, ჩავლილი მატარებელია იმ ადამიანის უფლების დარღვევა უკვე. და ანუ რა მე რას ვთხოვთ? იმ ადამიანის უფლება რომ დაირღვევა, თუ სასამართლომ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, მე როგორც სახალხო დამცველთა თუ მოვა ეს საქმე, ამას მე შევაფასებ. მანამდე მე რა შემიძლია გავაკეთო? უამრავი ადამიანის უფლება ირღვევა ამ ქვეყანაში და ჩვენამდე რომ მოდის, მე ამას ვაფასებთ. მე ვერ მოვახდენ წინასწარ რაღაცების პრევენციას. ლევან, პირბადეები, მხოლოდ პირბადეა თქვენთვის პრობლემა იმ კანონში, რომელიც ადმინისტრაციული გამკაცრებული, მათ შორის პატიმრობის გამოყენება გზის გადაკეთების. ის კანონი პირველ შემთხვევაში 15 დღემდე და შემდეგ წლამდე ეს ნორმალური კანონია. იმის გამო რომ ამ კანონის ეს ცვლილებები ჩემი აზრით ზოგადად არ მივესალმები არანაირი ტიპის ასეთ დამძიმებას კანონმდებლობის და სწორედ აქედან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება და ეს ცვლილებები როგორც წინა ცვლილებები გავაგზავნე უთოდირში შეფასებისთვის და დაველოდები მათ შეფასებებს და ამ შეფასებებსაც საზოგადოებას შეფასებებს გითხარით. ეს საინტერესო ინფორმაცია, როგორც მივხვდი, ეს ბოლო კანონი ხელი და გავაგზავნე უთოდირში შეფასებისთვის. ასე რომ სახალხო დამცველის წინა აპარატის წარმომადგენელი, წინა ადმინისტრაციის, ასე ვიტყვი, წერდა დღეს ქსელში, რომ თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ეუთოდირს და მოითხოვოთ სამართლებრივი დასკვნა აქციების შემზღუდავ ახალ დრაკონულ წესებზე გია ბურჯანიძე. არავის სწავლება რა შემიძლია და რა არ შემიძლია. ძალიან კარგად ვიცი რა შემიძლია რა. ერთ რამეს ვიტყვი რომ არ არის ცუდი ვიღაცას თუ აქვს ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება და რაღაცა უამრავი ადამიანი რაღაცას მომიწოდებს, რაღაცას წერს, მაგრამ ეხლა გადაწყვეტილებას ვიღებ იმის მიხედვით, რას თulis სწორედ და რას არ თulis სწორედ.
აქედან გამომდინარე, ვირას წერს, ამას არსებითი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს. ისეთსაც წერენ, ჭკვიანურსაც წერენ, სისულელესაც წერენ და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, ეს ჭკვიანურია, იმიტომ რომ ზუსტად ასე მოქცეულ ხართ თქვენს. დაუბრუნდეთ იმ საკითხს, რა საკითხიც მნიშვნელოვანია რომ გაირკვეს რა. კიდევ ერთხელ გეუბნებით. მესმის ემოციური ფონიც მესმის, ადამიანების გამწარებაც მესმის რო აკავებენ, ყველაფერი მესმის. მაგრამ პირველ რიგში იმ ადამიანებს უნდა უთხრა, ვინც მოუწოდებენ, რომ გადაკეტონ გზა და თვითონ არ იღებენ ამ პასუხისგებლობას, რომ გაიაზრონ რა საკეთებენ. ის მოუწოდებია, გადით რუსთაველზე ან ვიყოთ რუსთაველზე, სხვა არის. ძალიან ბევრი მოწოდებები. ძალიან ბევრი მოწოდებები ვნახე. მათ შორის მოწონება იმ ფაქტის, რომ ვიღაცა პატრულის მანქანაზე ავიდა და პატრულის მანქანაზე იარა. მათ შორის ამის წახალისება, იმიტომ რომ ხვალ იგივეს გააკეთებს ვიღაცა. და ეს მომწოდებლები სახში იჯდებიან რთვილად ეს ადამიანები და ეს გოგონა, რომელიც ძალიან მენანება რომ ახლა ციხეში წავიდა და სხვები, რომლებიც დაიჯერებენ ამ ყველაფერს. ანუ იყავით ამ ბოლო დაკავებულებს და სახალხო დამცველი აპარატიან. ამ წუთშიც წასულები არიან 30 ადამიანი უკვე მონახულებული არის, ამ წუთშიც წასულები არიან და ნახულობენ და აი ეს ინფორმაცია გამოქვეყნდება ხვალ ვინახეთ როგორ. რა თქმა უნდა, ვნახულობთ იმას, ვინც ითხოვს ჩვენს ნახვას და ვინც მოგმართავს და ვინც მოგმართა ყველასთან მივედით და მოვინახოთ, იმიტომ რომ არიან ადამიანები, ვისაც არ უნდა ჩვენთან კომუნიკაცია, ესეთიც შემხვდა რამდენიმე და ეხლა ძალით ხო ვერავის ვერ იმას ვიზავთ, რა ქვია. აქედან გამომდინარე ბუზი არ გვაძლევს საშუალებას. კი ბატონო, გააგრძელეთ, გისმენთ. აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი რაღაც კანონმდებლობის ჩარჩოებში უნდა მოექცეს, თორე სხვანაირად მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის იქნება უკმაყოფილო ადამიანი, ჩემი პოზიციის ყოველთვის იქნება უკმაყოფილო ადამიანი ვიღაცის პოზიციის, მაგრამ სადღაც სიმართლე ხო არსებობს არა? არ შეიძლება სიმართლე რა არის? სიმართლე არის ის, ძალიან მარტივი არის ის, რომ პროტესტი არის დაცული, გამოხატვის თავისუფლება არის დაცული, მაგრამ ეს არის ის უფლება, რომელიც იმიტომ რომ ლევან ეს არის ის უფლება, რომელიც არ არის აბსოლუტური უფლება და შეიძლება შეიზღუდოს და შეიძლება შეიზღუდოს მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ არ არის საკმარისი ადამიანი გზის გადასაკეთებლად. ეს არის ამბავი ჭეშმარიტება. მთელი ამ პროტესტის ისტორიაში თქვენ მე მტკიცებთ, რაზე გედავებით, იცი, მთელი ამ პროტესტის დროს ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად თუ არა რაღაც კვარტალში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ ქართული ოცნება თავის პარლამენტით, სადაც მარტოა წარმოდგენილი, ახლა დაემატა გახარიას 12 კაცი, მაგრამ მარტო კი არავინ არ უშლიდა ნამდვილად შესულიყვნენ ემუშავა, კი ბატონო, ეს სხვა თემა. არა, სხვა თემა არ არის, ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. კი, არის ერთმანეთთან კავშირში შეიძლება, მაგრამ ეხ გეუბნებით ისინი, აი ამძიმებენ ადამიანებს კი არ ელაპარაკებია რაღაც კრიზისის განმუხტვას, სხვა ტიპის ესე ვთქვათ თანაცხოვრებისთვის, თანაცხოვრების შესაძლებლობას კი არ ქმნიან, პოლიტიკურაზე არ გეუბნები, არამედ ამძიმებენ კოლოსალური ჯარიმებით, პატიმრობით, ანუ ყველაფერი კანონი ნებისმიერი რამ შეიძლება დაარქვა კანონი და შემდეგ თქვა რომ ეს კონკრეტული ქმედება არის უკანონო. მესმის რომ გადაკეტვისთვის უნდა იყოს ბუნებრივად საკმარისი რაოდენობა. თქვენ როგორ ახლა წარმოაჩენთ, იცი რომ ერთ დღეს პარლამენტს დაესიზმრა, მოდი ახლა ეს კანონმდებლობა არაფერი არ ხდებოდა აბსოლუტურად, სიმშვიდე იყო და მოდი ახლა ეს კანონმდებლობა შევცვალოთ, გავხავთ როგორც ახლა არის. ასე იყო? ასე იყო მაინტერესებს. ანუ ასე ხო არ იყო? ამას ხო ქონდა თავის წინაპირობები. რა თქმა უნდა, პროტესტს მისდევს ეს კანონმდებლობა. ეს კანონმდებლობა მისდევს პროტესტს, ხო? ეს პროტესტი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გარკვეულ შემთხვევებში არის კანონიერი, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში ცდება კანონს და 330 დღის მანძილში უმეტეს შემთხვევაში რომ ცდებოდა კანონს, ეს თქვენ მთხოვთ რომ ეს გავამართლო, მე ამას არ გავაკეთებ. არა, მე ამას უბრალოდ ხედავთ თუ არა უფლებრივ დარღვევას. კანონში უფლებრივ დარღვევას რომ ხედავდი. უფლებრივ დარღვევას რომ ხედავდი. ადამიანებს რომ ზამთრის აქციებზე იჭერდნენ, სცემდნენ ხელბორკილებიანი რომ მანქანებში მიყავდათ და რომ უსწორდებოდნენ. ამაზე რომ
საჯაროდ საუბრობდი, ამაზე რომ ძალიან კაცრად ვაფასებდი. ამის შესახებ რომ ჩემი ანგარიშის, შარშენდელი ანგარიშის უდიდესი ნაწილი ამ ფაქტების აღწერას ეხება. მე ვფიქრობ, რომ ესეც არის ერთ-ერთი დამსახურება იმის, რომ წელს 4 ოქტომბერს რომ აქცია დაშალეს, იმასთან მიახლოებულიც არ იყო პოლიციის ძალადობა, რაც მაშინ ვიხილეთ. ანუ ეს ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. თქვენი დამსახურებაა? არა, მარტო ჩემსაზე არ ვუმ, საზოგადოების პროტესტის ადამიანების, რომელსაც ეს არ მოეწონათ, მაგრამ მათ შორის სახალხო გამოხატვის და პროტესტის თავისუფლება არის დამასრულებინეთ რა. მე ჩემ თავზე კი არ მივიწე რამეს, მაგრამ მათ შორის ჩემი და ჩემი აპარატის წინააღმდეგობის ამ ფაქტების აღწერის, პარლამენტში ამაზე საუბრის, ამ ადამიანების ყველა ფაქტის დაოქმების და გადაგზავნის, ამ ყველაფერის შედეგიც არის ის, რომ 4 ოქტომბერს იგივე ჩვენ არ ვიხილეთ. და იცი რა არის თუ რაშიც რაღაცად გაუმჯობესება არის იმას თუ არ იტყვი და მაინც იტყვი ყველაფერი ცუდად არის ხო მე არ ამგონია რომ შემდგომში რაღაცას წაადგენ ლევან ანუ შეფასებში უნდა იყოს სამართლიანი ეგ არის მნიშვნელოვანი აქტიური მონაწილე ყველა აქციას რო ესწრებოდა ისეთი აქტიური მონაწილე მაგალითად დოდი ხარხელი წერდა რომ პოლიციამ 4 ოქტომბერს რაღაც სხვა კლასი თუ ხელწერა აჩვენა აქციის, ანუ თავადის ადამიანები, რომლებიც პროტესტში არიან, კი, თავადის ადამიანები აღნიშნავდნენ იმას, რაზეც თქვენ საუბრობთ. ანუ მათი მხრიდანაც იყო ეს აღნიშნა. ძალიან კარგი თუ აღნიშნეს. როცა ამბობთ, რომ აზრის და გამოხატვის და პროტესტის თავისუფლება არის დაცული. მე კი არ ვამბობ მაგას. მე ვამბობ იმას, რომ რა შემთხვევაში არის დაცული და რა შემთხვევაში ეს პროტესტი შეიძლება შეიზღუდოს მე ავხწერ ნორმალურ სიტუაციას მაგრამ შენ თუ აიყვიათობ რომ მაინც და მაინც როდესაც ადამიანები პროტესტს გამოხატავენ და ამისთვის კოლოსალური ჯარიმებით, ციხის პატიმრობით ან სხვადასხვა მეთოდებით მძიმდება იგივე წრეზე მივდივართ იმიტომ რომ რასელოდებით ეუთოდირისგან სადაც კანონი გააგზავნეთ ავსი ნახოთ ამის მიხედვით შეიძლება რამე გადაიხედოს შემდეგ რა ტიპის პარლამენტმა უნდა გადახედოს ხო რაც მოვა პასუხი შესაბამისად ეს ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის მათ შორის პარლამენტისთვის და მათ უნდა იმსჯელონ შემდეგ ამ ყველაფერზე მე არ ვარ კანონმდებელი რომ რაღაცას გადავხედო მინდა რამდენიმე თემას მე როდესაც შევაფასებ ჩემს ანგარიში წლევანდელ ანგარიში ამ ყველაფერს იქ შევაფასებ იმის მიხედვით რა მოცემულობაც იქნება მაგრამ შეფასები უნდა იყოს სამართლიანი ამის თქმა მინდა მე და ამას ვთვლობ ამდენი ხანი რომ არ შეიძლება ყველაფერს სამხრივად უყურო არ შეიძლება აჩვენებდე რაღაცა ბოდიში ამას რომ ამბობ მაგრამ წარმოაჩენდე რომ იმდენი ადამიანი არის შეკრებილი რომ წინაპირობა არის გადაკეტვის და გადართავს სხვა არხზე და ზევიდან კადრი ჩანს რომ იმის მეათედიც არ არის ანუ არ შეიძლება რაღაცა რომელი არხით იქნით მასშტაბზე მე ყველა არხს უყურებ და ყველა არხის ასე ვთქვათ იმით ვიქმნით და ობიექტურ ჭეშმარიტებას ვერ დამალავ ისე როგორც ვერ დამალავ იმას რომ ის პატრულზე ასული გოგო შეადარეს იმ რაღაც რუს გოგოს რომელიც სხვა მანქანაზე იყო და ამაზე იყო კი ანუ არ შეიძლება ეგეთი რაღაცის გაკეთება იცი ეს მარტივად გადამოწმებადია და მე ადამიანების ნდობა ეკარგებათ ასეთი რაღაცების მიმართ ინფორმაციის მიმართ ჟურნალისტის მიმართ ტელეკომპანიის ყველაფრის მიმართ და უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე. მე რასაც აქ ვლაპარაკობ, რომ მოვდივარ, ხო, ყოველთვის დიდ კრიტიკას ვიმსახურებ, მაგრამ ვიმსახურებ, იმიტომ რომ აქ იმიტომ დავდივარ, რომ აი ამ არხის მაყურებელს უთხრა, სინამდვილეში ყველაფერი ისე შეიძლება არ იყოს და რაღაცებს კრიტიკულად შეხედო. ლევან, ახლა საინტერესოა კიდევ ერთ კანონზე მინდა რომ გელაპარაკოთ ეს არის პარტიების აკრძალვა. აი ამაზე რა სიტყვით, იმიტომ რომ ადამიანები აპირებენ პარტიები, პოლიტიკური ესე ვთქვათ ლიდერები, საერთოდ პოლიტიკა გააქრონ ქვეყნიდან. ანუ გექნება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნებით თუ არა მეგობარი ესე ვთქვათ სტატუსით, ამიკუსი როგორც არის ან პროცესს როგორ უყურებთ? ანუ გვიწევს აი დრაკონულ კანონმდებლობით ხდება ყველაფერი, არავინ ხელი შემშლელი არ ყავს. მე უყურებ ერთ რამეს რა, ხელი შემშლელი რო არ ყავს, ამას აქვს თავისი მიზეზები და ამაზე არ გავჩერდები, სამწუხარო არის ის. სამწუხაროდ, როდესაც მაშინ საპარლამენტო არჩევნების მერე თქვი რომ პოლიტიკური პარტიები ჩემი აზრით სწორი იქნებოდა რომ შესულიყვნენ პარლამენტში ამის გამო იმხელა კრიტიკა დავიმსახურე რომ რა ვიცი ჯვარს მაწვეს და ეხლა აღმოჩნდა რომ
ეს სწორი ყოფილა და შეცდომა დაუშვით. დაგხვეჭდა ისე ზოგი ისე ფიქრობს, ზოგი ასე ფიქრობს, არ ფიქრობს, ხო მანდატები არა აქვს, თორე რა გქონდოთ შეიძლება ასე მოიფიქრებინათ, ხო ახლა ეგ ძალიან პირობითი არის ეს ფიქრი. თავი მათი გადაწყვეტილება იყო მათ მიმართ. მოდით დაუბრუნდეთ პარტიების აკრძალვის კანონზე, როგორ გამოიხმაურებთ? მე პირველ რიგში არ ვიცი სარჩელი, მე არ ვიცი ამ სარჩელში რა საფუძვლები იქნება მოყვანილი. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსულო სასამართლო. ერთი რამე ვიცი ზუსტად, დიანა. ადამიანები, რომლებიც ადამიანის უფლებების სისტემურ ფეხბურთის გათელვაში იღებდნენ მონაწილეობას, როცა არ უნდა ყოფილიყვნენ, ვინც ამ ყველაფერში იყო ჩართული, ვინც ამას ამართლებდა, იმ ადამიანების მე პოლიტიკაში ხილვა არ მინდა. და ისინი მე არ მინდა რომ თქვენი მხრიდან მე არ მინდა რომ იმ ადამიანებმა ამომრჩეველი წყვეტს ლევან ვინ უნდა გადაწყვიტოს ეს ამომრჩეველი მე შეგხვდეთ ჩემი სურვილი როგორი არის მე არ მინდა რომ ჩემ მომავალს განსაზღვრავდეს ადამიანი ვინც გუშინ ციხეში ადამიანებს აწამებდა ეს ნამდვილად არ მინდა ვინ არის ასეთი პოლიტიკა ძალიან ბევრი არის ვინც ამას ამართლებდა, ვინც ამის მონაწილე იყო. ქუჩაში ნოემბერ-დეკემბერში ადამიანები თქვენივე დასკვნაში იყო, რომ წამების შემთხვევები იყო, იმ ტიპის თემის და დასისხლიანების. არც ადამიანები არ უნდა იყვნენ. არც ის ადამიანები არ უნდა იყვნენ ამ ქვეყანაში. ხელისუფლებაა ისევ. ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღებები, ვინც ასეთი რამეში იქნება მხილებული. და რაც შეეხება კონკრეტულ ხო მაგრამ ოცნებად თავის თავს ხომ არ აიკრძალავს ის არის ხელისუფლებაში და ცდილობს ახლა აკრძალოს და გაწყვიტოს გადაწყვეტილებას კონკრეტულ სარჩელს როცა ვნახავთ ამიკუსი იქნება წარსადგენი თუ მე მივიღებ გადაწყვეტილება წინასწარ მიჭირს ასეთ რამეზე საუბარი ერთი რაც შემეძლია ვთქვა რომ ასეთი რამე მომხდარა სხვა ქვეყნებში ეს არ არის პირველი შემთხვევა არ იქნება საქართველოს მაგრამ როგორი ინტერვაცია საქართველოზე? კი, რა თქმა უნდა, გერმანიაშიც მომხდარა, ესპანეთშიც მომხდარა, თურქეთშიც მომხდარა. და რა საქართველოშიც მომხდარა კომუნისტური პარტია აუკრძალავთ. საქართველოშიც მომხდარა, კი, ზუსტად გამსახურდია თავის დროზე აკრძალა კომუნისტური პარტიის მონაწილეობა. თქვენ იცით ახლა რამდენ პარტიას შეეხება? კობახცი ამბობს რომ 10-მდეო. არ ვიცი, მაგას გეუბნებით ახლა რო შეეხო საფუძვლები უნდა არსებობდეს. ერთმა პარტიამ რამდენიმე ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს ვის აქვს პოლიტიკაში ყოფნის უფლება და ვის არა ეს. დაუტოვეთ ამის ნება. დაუტოვონ ამის ნება ამბობს. სასამართლომ უნდა მიიღოს ამაზე გადაწყვეტილება, სასამართლო თუ იქნება დაუსაბუთებელი, მე დარწმუნებული ვარ რომ სტრასბურგის სასამართლო შემდეგ ამ ყველაფერზე განსხვავებულ მოსაზრებას გამოაქვეყნებს. ანუ ეს ის საკითხი არ არის, რაც საბოლოო ჯამში გაურკვეველი დარჩება. თუ იქნება დასაბუთებული, შესაძლოა სტრასბურგის სასამართლოც ან არ განიხილავს, ან ყოველ შემთხვევაში არ მიიღებს წარმოებაში, ან არ გაითვალისწინებს გამსაჩივრებლის პოზიციას. კი ბატონო, ლევან, ბოლო პერიოდში ასე რომ ვნახოთ, დაველოდოთ ამ პროცესს, კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე არავის პერსონალურად ვინმეს მიმართ წინააღმდეგობა არ მაქვს, პერსონალურად არავის არ მინდა რომ რაღაცნაირად ან ციხეში მოხდეს, ან აიკრძალოს, ან რაღაცა სხვა, ასე ვთქვათ, პრობლემები შეექმნას, მაგრამ ადამიანები, პარტიები, არ ვიცი, ვინც არ უნდა იყოს, ვინც ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავდა ან თელავს, ჩემი აზრით, მათ არც თქვენ, არც მე ჭკუა არ უნდა გვასწავლონ, ჩვენი მომავალი არ უნდა განსაზღვრონ და პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღონ. მივცემ თუ არა ხმას, მაგრამ პაპუაშვილმა რაც სიტყვაზე ან რომელიმე პარლამენტარმა რატომ უნდა დაწეროს სია ვის აქვს პოლიტიკაში ყოფნის უფლება და ვის არა? ამაზე ვერ დაწერს ვერავინ, ამას უნდა იმსჯელოს სასამართლომ და შემდეგ ეს ალბათ დარწმუნებული ვარ გახდება სტრასბურგის სასამართლოს მსჯელობის საგანიც.